და როგორია სამი ძირითადი საპრეზიდენტო კანდიდატის რეიტინგი აჭარის მუნიციპალიტეტების მიხედვით მონაცემებს ჩვენი ჟურნალისტი თამარ კიკნაძე პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. მოგესალმებით თამარ, გისმენთ. მოგესალმებით ნინო, მივესალმები მაყურებელს. დიახ, ამ დროის მონაცემებით სამი ძირითადი კანდიდატის რეიტინგი აჭარის მაღალმთიანეთში შემდეგნაირია. ხულოს მუნიციპალიტეტში პირველ ადგილს 55.15%-ით გიორგი მარგოლაშვილი იკავებს, 22.11% აქვს დავით ბაქრაძეს, მას 6%-ით ჩამორჩება ნინო ბურჯანაძე. რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, აქ ქართული ოცნების კანდიდატი 53.5%-ით ლიდერობს, აქ 23% დააგროვა დავით ბაქრაძემ, ხოლო 16.1% აქვს ნინო ბურჯანაძეს. 58%-იანი მაჩვენებლით ლიდერობს ქედის მუნიციპალიტეტში გიორგი მარგველაშვილი, 19% აქვს დავით ბაქრაძეს, 17%-ია ქედაში ნინო ბურჯანაძის მაჩვენებელი. რაც შეეხება ქობულეთში კანდიდატთა შედეგები ასეთია: გიორგი მარგველაშვილის 60%, დავით ბაქრაძე 21.1%, მას 12.4%-ით ნინო ბურჯანაძე მოსდევს. ხალოჩაურის მუნიციპალიტეტში 60%-ია გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი, მეორე ადგილზე აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად 16.5%-ით მეორე ადგილს დავით ბაქრაძე იკავებს, 17.3%-ია ნინო ბურჯანაძის მაჩვენებელი. შეგახსენებთ, რომ ეს არის მხოლოდ ამ დროისთვის არსებული მონაცემები, რომლებიც ოლქებიდან სულ რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს. დაზუსტებულ ინფორმაციას მომდევნო გამოშვებებში გაგაცნობთ. დიდი მადლობა თამარ, ტელემაყურებელს შევახსენებ პირდაპირ ეთერში ოლქების მონაცემებით, ბოლო მონაცემებით ჩვენი ჟურნალისტი თამარ კიკნაძე საუბრობდა, განვაგრძობთ გამოშვებას.